დილამ მშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას, როგორ ხართ? რაღაც ახალი თული ვნახე და დავადე და რაღაც მომეწონა ეს თული. ესეთი კურნოსაცხვირი არ მაქვს, მაგრამ არც ესე მიპრიალებს. არის? ძალიან ლამაზი დღე გათენდა, მშვენიერი ამინდია, გარეთ გავიხედე და მზე ანათებს. და იცით რა არის მეგობრებო? გუშინ ბევრი რაღაც ნეგატივი შემოვიდა. ხო და ამ ბევრი ნეგატივის შემოსლის ანუ ნეგატიური კომენტარი შემოვიდა და ერთ-ერთი მინდა გაგაცნოთ დღეს, მაგრამ სანამ მაგას გაგაცნობთ, მე მანამდე მოგიყვებით როგორ ვითარებაში ვარ. მესამე დღეა ვშიმშილობ და გუშინ საერთოდ ისეთი დატვირთული დღე მქონდა, რომ საუბარიც მქონდა პირთან, მერე წავიყვანეთ ბავშვები, კინოშიც ვიყავით, ну მოკლედ აქეთ-იქით დავდიოდით, მაგრამ საერთოდ ვერ ვგრძნობდი იმას, რომ ან რამე მაკლია, საკვები მაკლია, ან რამე მოთხოვნილება მაქვს იმის, რომ ახლა ვიკვებო. ანუ ძალიან ჩვეულებრივად მოძრაობდი, არც თავბრუსხვევა არ მქონდა. ესე იგი იყო ესეთი მომენტი, რომ როდესაც აი პოპკორნის სუნს ხო ესენი ხო უკეთებენ ისეთ რაღაცას, რომ სუნმა მოგანდომოს ჭამა რა, ანუ ემულგატორებს თუ რაღაცებს უკეთებენ რა, რაც სუნზე ძირითადად მერე გინდება ჭამა. პოპკორნის სუნზე ოდნავ ეს შეგრძნება კი დამეუფლა, რომ ახლა რაღაცნაირად კარგი იქნებოდა, რომ პოპკორნი ჭამო, მაგრამ აუცილებელი არ იყო, ანუ ეს დიდად დისკომფორტს არ მიქმნიდა ის, რომ მე პოპკორნი ვერ ჭამე, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ აი საერთოდ შეგრძნება არ მქონდა, არანაირი შეგრძნება არ მქონდა ჭამის. არც პირველ დღეს, არც მეორე დღეს და მესამე დღე გათენდა და დღესაც ახლა რო ავდექი, არანაირი შეგრძნება არ მაქვს იმის, რომ ვჭამო. ეხლა რატო ხდება ეს, მეგობრებო, ნახეთ, როდესაც ვაპროგრამებთ ჩვენს სისხლს, ხომ? იცოდეთ, რომ ეს პროგრამა, ანუ დაპროგრამებაა სისხლის და რასაც უბრძანებს სისხლს, იმას აკეთებს. ანუ ისე პროგრამდება, როგორც კომპიუტერი პროგრამდება, ისე ჩვენი სისხლი პროგრამდება. თუ კი შენ გათიშული გაქვს ყველანაირი სანკარები, ანუ სანკარები არიან ისინი, რომ აი სამსარები რა, უნდათ გთხოვენ რაღაცეებს და თითქოს ესეთ შეგრძნებას გიტოვებენ, რომ შენ ამის გარეშე არ შეგიძლია ჭამის გარეშე, არ შეგიძლია ეხა წყლის გარეშე, არ შეგიძლია იმის გარეშე. ესენი ყველაფერი არის დაპროგრამებები ჩვენს სისხლში, რომელიც მე თავისთავად თავში კი არა, სისხლში არის ეს. თავი არაფერ შუაშია, მეგობრებო, სისხლი არის ყველაფერი ინფორმაციის მატარებელი რა. თუ კი შენ ამაღლდები იმ შენს სანსარებზე თუ სამკარებზე თუ რას ეძახიან, მაგრამ შენს ვნებებზე, ვნებები არის ისინი, რომ აი რაღაცას განდომებს. გეუბნება, რომ ეს ამის გარეშე შენ არ შეგიძლია, რაც დაპროგრამებულია ჩვენს სისხლში, იმას გაწუდის შენ და შენ თუ ამას შემოატრიალებ და ეტყვი, რომ ეგრე არ არის, მე როგორც დაგაპროგრამებ ახლა ისე იქნება და აქედან უკვე იწყებს შენ თავზე გამარჯვებას რა, შენი თავის უფლების მოპოვებას. თავზე უფლების მოპოვებას, ხვდები? ანუ თავის უფლების მოპოვებას აქედან იწყებ და იწყებ დაპროგრამებას. ეხლა მაგალითად ადამიანები, რომლებიც ვერ აკეთებენ ამ დაპროგრამებას, ხო? ისინი ადვილად ებმებიან მახეებში, როგორიც არის აი მაგალითად თუნდაც ვირუსები. ადვილად ეგებიან ვირუსი არის ყველანაირი აზრიც, მეგობრებო რა. აზრიც ვირუსია და ანუ ყველანაირი არა, მაგრამ ყველანაირი ნეგატიური აზრი არის ვირუსი. და ეხლა რატო დავიწყე იმით, რომ ნეგატიური აზრები შემოვიდა, მეთქი ნეგატიური კომენტარები შემოვიდა და ამ ყველა კომენტარს ნახეთ, 2 დღის ნაშიმშილარი ვარ და საერთოდ აგრესია არ გამჩენია. პირიქით, ამ ყველა კომენტარს ვუპასუხე ისე ძალიან წყნარად, აუღელმებლად
ღმერთმა შეგინდოთ, ღმერთმა გაგანათლოთ, ღმერთმა გამოგაფხიზოთ. აი ესე. ეხლა რა ხდება? როდესაც სისხლში, ან ხომ გითხარით, რომ სისხლი როცა ლაგდება, შენს გარშემო მერე ყველაფერი ლაგდება. ამას ამბობდა ქრისტეც, ჯერ განკურნე შენი თავი და შემდეგ შენს გარშემო განიკურნებიან 10-ნი და 1000-ნი და ასე შემდეგ, ხო? სისხლში არის უამრავი შემშლელი ფაქტორი, ანუ სისხლი ვერ ასრულებს თავის როლს, თავის ფუნქციას, როდესაც შემშლელი ფაქტორები აქვს იქ და უშლიან. აი როგორც ახლა მაგალითად ჭეშმარიტი აზრი გაჩნდა და უცბად ამ ჭეშმარიტ აზრს ებრძვის რაღაცა 1000 და 1500 კაცი, ხო? თავისი კომენტარებით, იმას თავისი სიმართლე გონია მართალი და ასე და ყველას თავისი თავი გონია მართალი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჭეშმარიტება არის მხოლოდ უზენაესი ღმერთის და უზენაესი ღმერთი როგორც განაგებს, ის არის ჭეშმარიტება და ეხლა ჩვენ შეიძლება ამ დღეს შევცდეთ, მეორე დღეს მოვიდეთ გონზე, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მთავარი არის ის, რომ გავწმინდოთ ჩვენ სისხლი. ჩვენ სისხლს როგორც კი გავწმენთ, იქვე დაიწყებს სისხლი ღვთიურ ფუნქციას, ანუ ეს იქნება წმინდანებს, იმიტომ ეძახდნენ წმინდანებს, რომ მათ სისხლი გაწმენდილი ქონდათ, ისინი ყველა ხერხს მიმართავდნენ იმისათვის, რომ სისხლი გაეწმინდათ, როდესაც სისხლი იწმინდება, ანუ შენი ინფორმაციული ველი იწმინდება და არანაირი დაზიანებული ფაიზერი თუ მაიზერი იმას ფაიზერი ახლა სიტყვაზე ვთქვი რა, ამდენი ფაიზერის მაგვარი დავირუსება იმდენია ჩვენ სისხლში შემოსული მე-18 საუკუნიდან, რომ ღმერთმა იცის რა, ჯერ მანამდე ჯადოებით და მჭხიბაობებით და აი როდესაც აცრები დაიწყო, მაშინ უკვე ხელში ჩაუვარდათ იოლის საშუალება, რომ ჩვენი სისხლი დაებინძურებინათ ისე როგორც მათ სურდათ. ასე რომ თქვენ თუ შეგიძლიათ აი ამ სისხლის გათავისუფლება ამ ბინძური სხეულებისგან, ხომ? ანტისხეულებისგან, რომლებიც პირდაპირ ებრძვიან ჭეშმარიტ ღვთიურ სისხლს, მაშინ თქვენ შეძლებთ დამორჩილებას, როგორც თქვენი თავისას, ისევე გარე სამყაროში შემოსული ნეგატივისას, რა. აი მაგალითად ეხლა გუშინ მქონდა საუბარი დედაჩემთან და ჩემს დასთან. დედაჩემა ახლა 2 დღეში შიმშილა და უკვე დაახლოებით იცის რას ნიშნავს ეს დაპროგრამება, ჩემ და საერთოდ არ უშიმშილია და ნუ რაღაცა კითხვები დამისვა და ვფიქრობ, რომ თქვენც გექნებათ ეს კითხვები და ასეთი კითხვები დამისვა. აი მაგალითად როდესაც არ ჭამ, რა ხდება მაგ დროს? როდესაც არ ჭამ, ამ დროს ხდება ყველანაირი კიდევ ახსნი რა, ადრე ახსნი და კიდევ ახსნი. სისხლი, რომელიც თავის ფუნქციას ასრულებს, ხო? აი, სისხლი არის ჯარი. წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ სხეულში არის რაღაცა მოცემული ჯარი. აი, თქვათ 100,000 დადებითი ჯარისკაცი. 100,000 დადებითი ჯარისკაცი დადის და ყველა სფეროში, ყველა ორგანოში, ყველა კუნთის ადგილზე, ყველა სფეროში შედის და აკონტროლებს იქ თუ რამე დაინახა, თქვათ, ანუ საწინააღმდეგო აი ამ ჯარის კეთილი ჯარისკაცების გასანადგურებელი, ეგრევე აკაფსულებს და ინახავს ადგილზე, ატყოვებს. და მე მიდის სხვა ადგილებში, სადაც ადგილები არის, რომლებიც საშველია რა, იქ უნდა იომოს. ხო? ის დაკაფსულებულები, რაც შეინახავ თქვათ ამ ადგილზე, იმას ანუ იმახსოვრებს, რომ აი ამ ადგილზე ჩვენ დავაკაფსულეთ, როცა დრო მოგვეცემა და როცა საშუალება მოვალთ ისევ აქ და აი აქ მოუვლით ამ საკითხს რა, ყველას გავანადგურებთ, ყველა ანტისხეულს გავანადგურებთ და თუ კი ამის საშუალება მოგვეცემა. ეს აკაფსულებს ყველა ადგილში, ანუ ყველა ნებისმიერ ჩვენ სხეულში, ტვინშიც, კუნთშიც, ორგანოშიც, სისხლძარღვებშიც, ყველგან აკაფსულებენ და ინახავენ აი ამ ანტისხეულებს. და თუ კი ეს ანტისხეულები იმდენად დაგროვდა, რომ სისხლს უბრალოდ ძალა არ მიეცა, იმისა რომ იქ მივიდეს და იმუშაოს, ხო? შენ თუ სულ ჭამ და სულ კუჭში აქვს ამუშაო სისხლს. მაშინ სისხლს არ ეძლევა იმის ძალა, რომ იმ დაკაფსულებულ ადგილებთან მივიდეს და გაათავისუფლოს ის, გამოათავისუფლოს სრულიად ის ადგილი ამ დაკაფსულებული ანტისხეულებისგან. ნუ ანტისხეულებს ვუწოდებ, მე შეიძლება სხვა რაღაცა ეწოდება აქ მედიცინურ სფეროში, მაგრამ მოდი ესე ადვილი ენით ავხსნათ რა, ყველას გასაგები ენით ავხსნათ. როდესაც შენ იწყებ შიმშილს, შენ აძლევ, ანუ ნახე, სისხლი არის დაბნეული, ჯერ რა ხდება, სამუშაო აღარ მაქვს.
პირველი დღე არის ყოველთვის ქაოსი, სისხლისთვის რა ხდება? ჩემი სამუშაო, რასაც მიჩვეული ვიყავი, იქ სამუშაო აღარ დამხვდა. მაგრამ უკვე შე როდესაც ან დაპროგრამება რა არის, ნახე? სისხლი არის მოაზროვნე არსება დავარქვათ რა, მოაზროვნეა ისიც. შენ გარე სამყაროდან თუ შენ მას აწვდი, ნახე? დღეს შენ გაძლევ იმის საშუალებას, რომ შენი საქმეები გააკეთო, როგორც შენ გინდა, ის ანუ რაც შენი გასაკეთებელია, ისე აკეთო. მე აღარ გაწვდი გარედან საკვებს, სადაც კიდევ და კიდევ სამუშაო გაქვს დამატებით, ხო? ამიტომ სისხლი პირველ დღეს ჯერ აანალიზებს იმას, რომ ოკეი, ამ დღეს მე მაქვს სამუშაო, სხვანაირად. მეორე კვირის, ანუ გავიდა ერთი კვირა, ზუსტად იმავე დღეს დამთხევა არ არის სისხლმა იცის ეს, რომ დამთხევა არ არის ეხლა ეს რაც ხდება, რომ იგივენაირად მომეცა იმის საშუალება, რომ დღეს მე სხვანაირად ვიმუშაო და ამიტომ უკვე ძალიან გამართულად, ანუ შემართებით აკეთებს თავის საქმეს, მიდის იმ ადგილებში, სადაც სამუშაოა და ურტყავს პირდაპირ იმ ანტისხეულებს რა. იმიტომ რომ სისხლმა იცის, შენ აძლევ იმის უფლებას, რომ ეს გააკეთოს. პირველ დღეს ცოტა დაბნეულია. პირველ დღეს ჯერ თვითონაც გაურკვეველ მდგომარეობაში. მეორე ჯერ, დღეს კი არა, მეორე კვირას. იმავე დღეს არა, ერთი კვირის გამოტოვებით, ანუ შიმშილიდან ერთი კვირა უნდა გავიდეს და ერთი კვირის მერე უკვე სისხლმა იცის, რომ ეხლა უნდა იყოს ის დრო, როცა მე მაქვს ჩემი სამუშაო ჩემებურად, როგორც მე მსურს. გესმის? და სისხლი აკეთებს უკვე თავის საქმეს. მეორე დღეს უკვე სისხლმა, ანუ ნახე, პირველ კვირას ხომ ერთი დღე შიმშილა და დაბნეული იყო. მეორე ერთი კვირის მერე ისევ შიმშილს იწყებ, სისხლი უკვე ანალიზებს იმას, რომ ესე იგი, ეს დამთხევა არ არის, ეს არის სიგნალი გარე სამყაროდან, რომ მე ვიმუშაო სხვანაირად და უკვე მუშაობს ძალიან მაგრად. აღარ გაწუხებს, რომ მში, აღარ გაწუხებს. იქ აი კუჩში, სადაც იყო მიჩვეული, რომ აქ უნდა იყოს სისხლი და აქ რაღაცეები დაიცვას და გადაამუშაოს, იმან იცის უკვე, რომ ეხლა აღარ იქნება აქ სამუშაო, მე მივდივარ ეხლა იმ ადგილებში, სადაც დავაკაფსულე ის რაღაცეები რა. მიდის, მუშაობს. მეორე დღეს იცის უკვე, რომ ისე უნდა ჩამოვიდეს კუჩში რაღაცა სამუშაო, ხო? და ისევ კუჩში მიდის და ელოდება, რატო არ ჩამოდის სამუშაო. მაგრამ თუ კი შენ მას დააპროგრამებ, რომ დღესაც არ ჩამოვა სამუშაო და ამ სისხლმა იცის უკვე, ორი დღე მაქვს, ესე იგი, ეს დღე და ის დღე, ესე იგი პროგრამდება, ცოტა ძნელია მეორე დღეს შიმშილი ამის გაძლება, მაგრამ პროგრამდება თვითონ. ამიტომ მე გუშინ წინ და დღეს სისხლი აღარ შემაწუხებს მშიას, გესმის, აღარ მეტყვის, იმიტომ იქ აღარ არის. ის თავის საქმეს ასრულებს. მაგრამ მეოთხე დღეს უკვე როცა მისთვის ახალი იქნება, ხო? მეოთხე დღეს ხო არ მიმარხულ, მიშიმშილია წინა კვირას. მეოთხე დღეს უნდა დაემატოს ამ კვირაში, მეოთხე კვირას უნდა დაემატოს. ამიტომ ის მეოთხე დღეს ცოტა დისკომფორტ შემიქმნის, რომ ეხლა მე აქ მაქვს სამუშაო. ჩემი პროგრამით სისხლი მეუბნება, რომ მე აქ უნდა ვიმუშაო რა. და რატო არ რა ხდება? მაგრამ შენ ეუბნები, რომ ეხლა დღესაც გაქვს იმის საშუალება, რომ შენ წახვიდე და იმუშაო შენს ადგილებში, სადაც დააკაფსულე და სადაც სისხლძარღვები გამოწვინდო მთლიანად. ამიტომ სადაც ქოლესტერინია დაგროვილი, სადაც რამე მავნებელია დაგროვილი, სადაც არასწორი უჯრედებია განვითარებული, ყველაფერს ალაგებს და ალაგებს რა. ალაგება ქვია, რომ გაწვინდავს, წვენს. ამიტომ შენ როდესაც აპროგრამებ მეოთხე დღესაც შენს ორგანიზმს, ხო? აი ხვალ იქნება ჩემთვის ცოტა რთული. თუ გაქვს მაგის ნებისყოფა, რომ შენ ამ დაპროგრამების პროცესში ნებისყოფა გეყოს, რომ იმას კი არ როგორც დაგაპროგრამეს, იმ პროგრამას კი არ მიყვე, არამედ შენ როგორც აპროგრამებ იმ პროგრამით წახვიდე, ხო? მაშინ შენ შეძლებ იმას, რომ შენი თავის უფალი გახდე. ამას ქვია თავისუფლება, გესმის? თუ შენი თავის უფალი გახდები და შენ დააპროგრამებ და არა სხვები გარე სამყარო, თავის უფლებას ღმერთი გაძლევს. იმიტომ რომ შენ ნებისყოფა არ გექნებოდა, თუ შენ ღმერთი ამის ძალას არ მოგცემდა.
შენ თუ ნებისყოფა გაქვს იმის რომ შენი თავი შენვე დააპროგრამო მაშინ შენ იცოდე რომ ღმერთთან ხარ შეერთებული და არა გარე სამყაროსთან რომელიც მაჯრაჯუნები და ისინი არიან და ყველანაირად ცდილობენ რომ ჩვენი სისხლი დააბინძურონ ჩვენ სისხლში თუ დააბინძურებენ გარე სამყაროშიც იგივე სიბინძურე იქნება ეს ესია მეგობრებო რა ჩვენ ვართ სრული სამყარო ჩვენ როგორი სამყაროც გვაქვს ჩვენში ისეთი სამყაროა გარეთაც ეს იცოდეთ არის კანონზომიერება ამას ვერც ერთი ვერ შეეწინააღმდეგება ვერც ერთი ქმნილება ვერ შეეწინააღმდეგება ეს არის ღმერთის კანონზომიერება ღმერთმა ადამიანი შექმნა თავის სახად და ხატად ამიტომ ყველაფერი ეცადნენ იმისათვის რომ ეს ღმერთის სახე და ხატი გაენადგურებინათ მაგრამ არის შემთხვევა როცა ღმერთი უკვე ერევან და ჩარევას აკეთებს რომ თქვენ ჩემს ქმნილებებს ვერ გაანადგურებთ ამიტომ ნებისმიერი მებრძოლი რჩეული რომელიც თავის ნებას განუცხადებს უფლის ნებას ანუ იყოს ნება შენი უფალო იმას აუცილებლად მიეცემა იმის ძალა და იმის ნებაც რომ თავის უფალი გახდეს თავის უფალი გახდეს გესმის ამიტომ გეუბნებით ნებისმიერი ადამიანი რომელიც ამ ბრძოლაში ჩაერთო ქრისტეს სახელით დაიწყო შიმშილი ნებისმიერი ადამიანი არის მებრძოლი და რჩეული იმიტომ რომ სხვაგვარად ის ქრისტეს სახელით არ დაიწყებდა შიმშილს შენ თუ შიმშილი დაიწყე გახდომის სახელით ხო შენ იცოდე რომ შეიძლება მოგერიონ ჯოჯოები იმიტომ რომ შენ უფალთან არ გაქვს წვდომა შენ სახელი უნდა დაარქვა ამას ვისი სახელით იწყებ შიმშილს ვისთვის და რისთვის იწყებ შიმშილს ხარ ქრისტეს მეუბარი შენ იწყებ ქრისტეს სახელით შიმშილს როგორც მე დავიწყე მე ვიწყებ ქრისტეს სახელით შიმშილს რომ მიზანია რომ ქრისტეს ნიერი გავხდე 40 დღე ისე ვიშიმშილო როგორც ქრისტე მიშიმშილა ამისათვის შემზადებაა საჭირო ჯარისკაცი პირდაპირ ჯარისკაცი ვერ გახდება იმან უნდა გაიმაგროს კუნთები ხო ივარჯიშოს ჯერ იმან უნდა გაიმაგროს მენტალური იმან უნდა ყველანაირად გამაგრდეს რომ კარგი ჯარისკაცი იყოს ხო ასე არის აქაც რა პირდაპირ 40 დღე მარხვა დაგაგდებს მაგრამ თუ კი შენ ანუ ნელა ვარჯიშით გააძლიერებს შენს დააპროგრამებს შენი თავისუფალი გახდები დააპროგრამებს შენ სისხლს და შენი სისხლი უკვე იმდენად ძლიერია შიგნიდან რომ აი ამ 40 დღის განმავლობაში არეული კი არ არის და გაურკვეველ მდგომარეობაში იწყებს პირდაპირ თავისი საქმის გაკეთებას არასწორი უჯრედების ალაგებას არასწორი ინფორმაციების ალაგებას და ღვთიური სისხლი ის 100,000 სისხლი რაც მოგცა ღმერთმა ხო ის 100,000 ჯარისკაცი თავისუფლდება ანუ მყარი ხდება თავის ადგილზე აქედან გამომდინარე მეგობრებო დაპროგრამება ხდება ახლა ჩვენ ვაპროგრამებთ ქრისტე გვაძლევს ამის ძალას და ამის ნებას რომ დავაპროგრამოთ ჩვენი სისხლი რომ განიწმინდოს სრულიად წმინდანები გავხდეთ გესმის ამიტომ წმინდანი თუ არ გახდი და ვერ გახდი მაშინ ღმერთი ვერ ჩაგაყენებს თავის სამსახურში იცით რატო შენ მას საქციელებით ვერ დაუმტკიცე რომ შეგიძლია ღვთიურობა შენ თუ მას საქციელებით დაუმტკიცებ რომ მე შემიძლია ღვთიურობა ხო მე მაქვს ეს ნება მე მაქვს შენი რწმენა მე მწამს შენი რომ მომცემ ამის ძალას მაშინ ნელა გაგაძლიერებს და ამას ვაკეთებთ ახლა ჩვენ ძლიერდებით ნელა მე რომ შიმშილი დაიწყოს ხო 2-3 დღე ახლა რაც ვივარჯიშე 2-3 დღის განმავლობაში მე ვერავინ ვერ მომერევა იმიტომ რომ მე მაქვს ძალა არც საუბრუმეს ხმის არც გული მიმდის არც სუსტად ვარ მიგდებული ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ანუ ვერც იმით დამემუქრებიან რომ საჭველს არ მოგცემთ ვერ დამემუქრებიან იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი რომ შენ რომ საჭველი არ მომცე მე ამის გარეშე შემიძლია სიცოცხლე საზღვრების გადალახვა ხდება აქ ესმის შენ იცნობ შენ საზღვრებს რამდენად ამტანი ხარ რამდენად შემძლე ხარ რამდენად გამძლე ხარ რამდენად სადამდე შეგიძლია შენ თავის გაცნობას შენი თავის გაცნობას იწყებ და როდესაც შენ იწყებ შენი თავის გაცნობას შენ ვერავინ დაგიმტკიცებს იმას რომ იცი რა იმ კუბოზე ქრისტე კი არ ხატია იქ ჩინელი ვიღაცა ხატია ანუ
პირდაპირ კავშირშია რა, ეხლა რაც დავაკავშირე. შენ კი არ გეტყვიან, რომ აი შენ საჭმლის გარეშე ვერ გაძლებ. ვერ გეტყვიან მაგას. შენ ეტყვი ზუსტად გეცოდინება და იცი, ძალიან კარგად გავძლებ და ზუსტად ვიცი რომ გავძლებ. არც დაგჭირდება იმის მტკიცებულება რომ გავძლებ და ვერ გავძლებ და ასე შემდეგ. შენ გაკვირდებიან ახლა ზეციური ძალები, რამდენად მეომარი შეგიძლია იყო. თუ შენ შეძლებ ქრისტესნიერად გახდომა, ანუ თუ შენ ქრისტეს დაემსგავსები, შენ ქრისტესნაირად დაგტვირთავენ. და შეიძლება ვიღაცას არ სურდეს ქრისტესნაირად დატვირთვა და ეშინოდეს მაგის, აგერ ჩემმა ფსიქოლოგმა იმის რა ქვია, საპატრიარქოს ფსიქოლოგმა მითხრა, არაო, ჩვენო ქრისტეს რანაირად დავემსგავსებითო ქრისტესო, არც გვაქვს მაგის აუცილებლობაო. რაო? ვინც თავის თავს ქრისტიანს უწოდებს, რა პირველ რიგში ის უნდა ეცადოს, რომ ქრისტესნაირი გახდეს და თუ ქრისტესნაირი გახდება, მერე უწოდოს თავის თავს ქრისტიანი. სხვა შემთხვევაში შენ ფარისეველი ხარ, შენ ხარ ცრუ ქრისტიანი, შენ ხარ ფსევდო ქრისტიანი, იმიტომ რომ შენ ვერ მიემსგავსე ქრისტეს და შენ თავს უწოდებ ქრისტიანს. ტყუი, აბსოლუტურად ტყუი. შიმშილობის შემდეგ მოცისფრო ელფერი სისხლის. შიმშილობის შემდეგ მოცისფრო ელფერი სისხლისა. ვერ გავიგე მადონა. ანუ რაღაცა გავიგე, მაგრამ ზუსტად ალბათ სისხლის მოცისფრო ელფერი ერთჯერადად რას უნდა ნიშნავდეს? ეს ვერ ხვდები, სისხლის მოცისფრო ელფერი ერთჯერადად რას უნდა ნიშნავდეს? სადმე დაინახეთ მოცისფრო ელფერი? სისხლში? თუ რა კითხვა? ვერ მივხვდი მაგ კითხვას მადონა მართლა. ცისფერსისხლიანებიო რომ უწოდებდნენ არის კავშირში, იმიტომ რომ ცისფერსისხლიანები ისინი ცისფერსისხლიანი ქვია გამჭვირვალე სისხლი გაქვს. შენ იმდენად გაწმენდილი სისხლი გაქვს, რომ შენი სისხლი ცისფერდება. ანუ ფერს იცვლის, გესმის? ცისფერსისხლიანები. ტყუილა არ ერქვა ცისფერსისხლიანები. მაგრამ არასდროს ყოფილან არც ერთ დროში ცისფერსისხლიანები. ქრისტეს გარდა. ქრისტე იყო ცისფერსისხლიანი. ანუ გაწმენდილი ქონდა მთლიანად სისხლი. გაკრისტალდა. ქრისტალი გახდა. ალი კიდე იცით არის ამავალი ცეცხლსა ზედა სული, ხო? რასაც გვეუბნება რომ ცეცხლით მონათვლას ნიშნავს ეს. შენ თუ ცეცხლით მოინათლები, ესე იგი შენ ქრისტემ მოგნათლა და არა იოანე ნათლისმცემელმა წყლით. წყლით მონათლა ეს სხვა რამეა. ცეცხლით მონათლა ეს სულ სხვა რამეა რა. ამიტომ მეგობრებო, გაძლიერდით. ნუ დაასუსტებთ თქვენ სხეულს 40 დღიანი პირდაპირ შიმშილით. თქვენ გააძლიერეთ სხეული, რომ 40 დღე ისე გაუძლოს, რომ გთხოვოს ეშმაკმა პურით ქვა პურად გადააქციეო, ხო? შენ უთხრა რომ ღმერთი პურზე არ იყიდება, გესმის? ასე რომ ჩემო კარგებო, ეს არის რაც ხდება. თამარ შენი ნათარგმნი ენუქის წიგნი კიდევ იყიდება. ნინო ლევან პეტრიაშვილს უნდა დაუკავშირდე, მე ლევან პეტრიაშვილთან საერთოდ გავწყვიტე ურთიერთობა და დაბლოკილი მყავს Facebook-ზე. და მე როგორც გავიგე, როგორც მომწვა ყურამდე, ხო, ლევან პეტრიაშვილმა ეს წიგნი კიდევ გამოსცა, ანუ ეს ტირაჟი კიდე გამოიცა. და არ ვიცი, დაუკავშირდი, შეიძლება იყიდება, შეიძლება არ იყიდე. მე საერთოდ კავშირი არ მაქვს ლევანთან, იმიტომ რომ და არც ამ წიგნის დაბეჭდასთან. მე უბრალოდ ჩემი ტექსტი ვაჩუქე ყველას სრულიად საქართველოს რა, რომ დაბეჭდილიყო უსასყიდლოდ ვაჩუქე რა. მართლა გეუბნებით, ლევანმა მთხოვა რომ მომეციო ეს ტექსტი, იმიტომ რომ ხალხის საქმეს ვაკეთებთო, მაგრამ მე ლევანმა გადაუხვია სხვა გზით სამწუხაროდ და იმან გამოსცა წიგნი და ისყიდის წიგს. მე არანაირი კავშირი არ მაქვს ამ საკითხთან რა. ხო და ასე რომ ნებისმიერი ის ადამიანი, რომელიც თავის თავს ჯარისკაცი ეხლა ისა ძალიან ცუდი გამონათქვამია რა. ჯარისკაცი არ შეშვენის, მაგრამ ეხლა ამ ენაზე უნდა გელაპარაკოთ, რომ გაიგოთ რას გულისხმობ. ჯარისკაცი არ ქვია იმას, ვინც ქრისტესთვის იბრძვის, იმას ქვია რჩეული.
იმას რჩეული ქვია, მეგობრებო რა. ის არ იბრძვის ხმლით და ტყვიით, ის იბრძვის საკუთარი არსით, რომ ვარ და მხოლოდ რომ ვარ, ეს გაწმენს სრულიად სამყაროს. გესმით? და ამიტომ პირველ რიგში შენი თავი უნდა გაწმინდო. აბა თქვენ რა გონიათ წმინდანები როგორ იგებდნენ ომს? თქვენ რა გონიათ თამარი როგორ იგებდა ომს? თამარი როგორ იგებდა ომს, იცით? ზოგ შეიძლება გონია რომ ისინი რა ქვია, ნახე მეომრები გაუშვა ომში და ისა მთავარსარდლებმა მოიგეს. ეგრეც იყო ფიზიკურ სამყაროში, მაგრამ სულიერ სამყაროში თამარი პირველ რიგში რასაც აკეთებდა, იწყებდა შიმშილს. თავის გაწმენდას იწყებდა და როდესაც ის თავის გაწმენდა, ისე ძლიერდებოდა მერე თავისი ჯარიც. გესმით რა ხდება? აქ ერთ-ერთში აისახება, რაც შენშია ის გარეთ არის. ამიტომ თუ ვინმეს გონია რომ თამარს ხელში არ ეჭირა ხმალი მას სხვანაირი ხმალი ეჭირა და თუ ვინმეს გონია რომ თამარი არ იყო ომში, პირველ რიგში თამარი მიდიოდა ომში, იწყებდა შიმშილს, იწმინდებოდა და შემდეგ თავის ჯარი ამას აუცილებლად, რა თქმა უნდა, რაც შიგნით მოახერხა თამარმა, ისე გარეთ გამოდიოდა ეს აბა რა. ნებისმიერი ჩემი მსმენელი, ვინც ქრისტეს ხმას ისმენს, ხო? მიხვდება რომ ჭეშმარიტებას საუბრობ და ნებისმიერ ჩემი მსმენელი, რომელიც ფიქრობს რომ მოწოდებულია იმისათვის რომ ქრისტეს რჩეული იყოს, იწყებს ამ ომში ჩართვას. ჩვენ ვართ მეომრები რა, ესეთი რჩეულნი ვართ, ესე რომ ვთქვათ, ქრისტეს ენით და მეომრები აი სამყაროს ენით აქ ჩვენს ქვეყანაში რა ენითაც გვესმის ომის მოგება, მეომარი ქვია მაგას და ქრისტეს ენით ქვია რჩეული. გახდა რჩეული. გესმის? ხო და მაგალითად დედაჩემიც იყო რჩეული. დედაჩემიც იწყებს რჩეულობას, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რაღაცა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლია გახდეს რჩეული, რაც არ უნდა ცუდი წარსული გქონდეს რა. თუ შენ გადაწყვიტავ, რომ ქრისტეს რჩეული გახდე, შენ იწყებ შენი თავის უფლების მოპოვებას ჯერ, შენს თავზე უფლების მოპოვებას. ხვდები? თავის უფლებას თუ მოიპოვებ შენს თავზე, მაშინ შენ უკვე ხარ მართლა განწმენდილი ქრისტეს ნიერი. ანუ უნდა დაიხსნა სატანის კრანჭებიდან თავისუფლება მოიპოვო. სატანის კრანჭებიდან თავისუფლების მოპოვება ნიშნავს იმას, რომ განიწმინდო, როგორც ქრისტე განიწმინდა, ხო? ქრისტემ თავისუფლება მოიპოვა. ქრისტე განკრისტალდა, ანუ ქრისტეში გადაიზარდა, ეს წოდებაა, ტიტულია, ხო? იესო იყო და გახდა ქრისტე. იმიტომ რომ განიწმინდა სრულიად. კოვიდის შემდგომ, შიმშილის შემდეგ ლაბორანტმა ჰემატოლოგთან გამიშვა. ასეთი ფერის გამო მიჩნდათ რაღაც უსიამოვნო დიაგნოზად, მაგრამ იმ აურზაურში არსად წავსულ არ. მადონა ყოჩახ, იცი რა არის, მე გეტყვი ერთ რამეს რა. დღეს გუშინ წინ სისხლის ანალიზები ხო ავიღე. სისხლის ანალიზები აბსოლუტურად ყველაფერი მწყობრშია რა. ერთადერთი არის D ვიტამინის ნაკლებობა და ეს იმიტომ რომ ზამთარია და მზე არ არის იმდენად რამდენადაც უნდა ვიღებდეთ. არის კალციუმის ნაკლებობა, იმიტომ რომ კალციუმი ახლა თავისთავად, როდესაც იქ სხვა რაღაც ანთებითი პროცესებია, კალციუმი ასრულებს დიდ როლს რა და კალციუმს უწევს დატვირთვა. ანთებითი პროცესები კიდე არის ყველა შემთხვევაში თუ კი შენ ქოლესტერინი ამაღლებული გაქვს. ანუ თუ კი დისკომფორტია დაწყებული შენ სისხლში, ამას ექიმები არ გეუბნებიან და ვერც არ ვიცი რატო რა, აღარ მინდა მაგაზე ლაპარაკი. ყველამ ყველაფერი კარგად იცის, მაგრამ რატო არ ეუბნებიან ადამიანებს სიმართლეს, მე არ ვიცი რა, აღარ მინდა, არ ეუბნებიან და ეგ არის. მაგრამ როდესაც აბსოლუტურად ყველაფერი არის წესრიგში რა, მერე წავედი რა ქვია, სულ მავიწყდება. ჰემოგრაფია?
ჰემოსკანირებაზე. ჰემოსკანირებაზე უკვე აქ სხვა პროცესით ხედავ შენ სისხლს რა მდგომარეობაშია რა. იქ აი ახლა მე 4 დღეში რო გავა, ანუ შიმშილი რო დასრულდება, კიდე მივალ და ლაივს ჩავწერ თუ მომცემს უფლებას ის ვინც ჰემოსკანირებას აკეთებს, ლაივს ჩავწერ რა მდგომარეობაშია სისხლი, ანუ ყველა გაიგებთ რა მდგომარეობაშია სისხლი რა. იმიტომ რომ გეტყვით რა, მე ეხლა რო ვიყავი ჰემოსკანირებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მე ყველანაირი ანალიზი გავიკეთე და სისხლში არ ანახა, რომ ქოლესტერინი ამაღლებულია, ჰემოსკანირებაზე აღმოჩნდა, რომ ქოლესტერინი გამოსულია სისხლში. გესმის? ქოლესტერინის სისხლში გამოსვლა რას ნიშნავს? ეხლა აგიხსნით რა. საერთოდ მე ცოტა ამაღლებული ქოლესტერინი მქონდა. ეს იმას ნიშნავს, რომ სხეულში იყო ანთებითი პროცესები წასული რა, სავარაუდოდ სახსრების. იმიტომ რომ ბავშვობიდან სახსრები მტკივა. ქრონიკული ანთება როცა არის სახსრებში, ტკივილს ვეღარ გძნობ, უკვე დაბლოკილი გაქვს ტკივილი, მაგრამ ის ანთებები არის. ანუ ტკივილი არის, მაგრამ შენ დაბლოკილი გაქვს ეს ტკივილი. ამიტომ შენ გონია რომ ყველაფერი რიგზია, მაგრამ ყველაფერი რიგზი არ არის, ანთებითი პროცესია წასული ქრონიკული. ეხლა რატოა ანთებითი პროცესი წასული ქრონიკული? ბავშვობაში სულ ერთია ნებისმიერი დაზიანება რა, რაღაცა მოხდა დაზიანება. всё, იქ იწყება უკვე პროცესის წასვლა და სხეული უკვე იწყებს მუტირებას. და შენ თუ ამას არ მიაქციე ყურადღება და დედა და მამა ამას ყურადღებას არ აქცევენ, როდესაც სხეულში მუტირებაა წასული, იქ სხვადასხვა ავადმყოფობები ვითარდება რა. ამ ავადმყოფებს მერე სხვები ემატება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხომ გითხარით, ესე იგი იმ დონემდე იყო ჩემი სხეული მისული 2014 წლამდე, რომ ჩიყუზე დამარტყა. ჩიყუზე დარტყმა რას ნიშნავს, იცი? იმიტომ რომ ჩიყუზე როდესაც ადის უკვე პრობლემა, ხო? ესე იგი შენი სხეული მწყობრიდან არის გამოსული. იმიტომ რომ შენ უკვე მეხუთე ჩაკრაზე თუ დაგარტყა, ესე იგი დაბლა ყველა ჩაკრა დარღვეული გაქვს. და მე გითხარით რა, 27 წლის ვიყავი თუ რამდენი წლის ვიყავი? 2014 წელს რომ დავიწყე ჩემს თავზე მუშაობა, ჩიყვიც მოვირჩინე და ყველა ის დაავადებაც რაც მქონდა რა და ეხლა უკვე გადავსული ვარ სისხლის გაწმენდაზე. გესმით? ყველანაირი ავადმყოფური რაც აი თქვა დამინიშნეს, ხო, ელტიროქსინის გარეშე ვერ იცოცხლებ ექიმების გადაწყვეტილებით. ვეღარ იცოცხლებ, ვერ გამოჯამრთელდები. რა მეთქი? ვერ გამოვჯამრთელდები? კარგი, გავანებოთ თავი. ელტიროქსინი TSH-ს ეხლა გუშინ წი ხო ავიღე? TSH-ს ეძახიან მაგას ქართულად ისა, ნუ ჩიყვის ანალიზები ხო ავიღე? წყობშია. რამდენი წელი გავიდა? 5 წელი ვსვავდი ელტიროქსინს რა, 5 წელი. რამდენი წელი გავიდა, იცით? 2014 წლიდან. არა, 2014 წლიდან დავიწყე ჩემს თავზე მუშაობა და უკვე 2017 წელს მე ელტიროქსინი გადავაგდე. ელტიროქსინი რო გადავაგდე 2017 წლიდან დღემდე ჩემი სისხლის 3 შვილი გავაჩინე და ელტიროქსინი არ მიმიღია და ეხლაც ვარ მწყობრში. გესმით რაშია საქმე? განკურნებადია. ჩიყვი არის განკურნებადი. თუმცა ექიმები მეუბნებოდნენ რომ ვერ განიკურნები. ეს არის სამწუხაროდ ვეღარ განიკურნებით. მთელი ცხოვრება უნდა სვათ ელტიროქსინი. ჰორმონია ელტიროქსინი. თლიანად ანგრევს სხეულს. ანუ მაგალითია რა, განვიკურნე ხალხო, განვიკურნე. და აქ რო განვიკურნე, დაბლაც განვიკურნე, ყველა ჩაკრა განიკურნება, ყველა ჩაკრა. ეხლა გითხრათ როგორ? ესე კი არა მარტო ჯდომით. ჯდომით ვერ განიკურნები, უნდა იმუშაოს შენს თავზე. შენ ნერვულ სისტემაზე უნდა იმუშაო. უნდა იმუშაო შენ სისხლზე. პარალელურად, ანუ თუ სისხლის პრობლემები გაქვს და ხერხემალი არ არის გამართული, სადღაც ჩაკეტილია, ხო, თიაქრი, შიდა თიაქრები არსებობს, რომელიც ვერ ხედავს ის კომპიუტერი თუ რაც არის სკანირებას რო გიკეთებენ. შიდა თიაქრებს სკანირება ვერ ხედავს. ამიტომ ადამიანს ეუბნებიან, რა ყველაფერი რიგზია. არ არის ყველაფერი რიგზე. თუ შიდა თიაქარია გაჩენილი, ამას მხოლოდ შენ თავზე მუშაობა განკურნავს. და ასე რომ იცით რა არის მეგობრებო? ვერც ერთი ექიმი ვერ მეტყვის იმას,
რომ ადამიანი თავის თავზე მუშაობით წამლის გარეშე თავის თავს ვერ გაკურნავს რა. წამლის გარეშე განკურნა ჩემი თავი. აბსოლუტურად ნებისმიერ არანაირი წამალი არ მიმიღია ელტიროქსინის მერე რა. არანაირი მადლობა უფალს. გესმით? რატო იცით? მე გამომიჩინა ღმერთმა გზები და მე ამ გზებს მივენდე. მე ღმერთის ხმას მივენდე. და არსებობენ ადამიანები ვერ ენდობიან ამ ღმერთის ხმას და ექიმების ხმას უფრო ენდობიან და არა აქვთ ის ნებისყოფა, რომ რწმენა არა აქვთ რა, ნებისყოფა არ არის, რწმენა ქვია ამას. და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თავის თავს განუცხადებს ღმერთს, იყოს ნება შენიო, ხო, ჩემ თავზე იყოს ნება შენიო. მაშინ შენ ხდები ქრისტეს მებრძოლი რა, რჩეული, ქრისტეს რჩეული ხდები. და მე თუ მეტყვის ვინმე მღვდელი რომ ააც რა აუცილებელია და შენ კიდევაც გეტყვით ჩემი შვილები აუცრელები არიან პირველი შვილის მერე ყველანი ორივე აუცრელია პირველ შვილზე მაინც აი ძალით ამაცრევინეს რა აი ძალით მე სხვა გზა არ დავიტოვეს და ვინანე მეორე შვილები უკვე დავიცავი არ ამიცრია ჩემი შვილები. არც ერთი აცრით, არც ერთი საბავშვო აცრით. ეხლა ერთ კვირიანს რო უჭობენ უკვე რაღაცეების ბეცეჟეს აცრას სისულელე, ხალხო. ბავშვს, ძუძუმწოვარ ბავშვს, ერთ წლამდე არაფერი არ რა ბეცეჟე, რა დებილობაა ეს. კაი, გავანებოთ თავი. ვინც ლაქტაციაზეა ხალხი? ის ბავშვები, ვინც ლაქტაციაზე ყავთ, ხალხო, არც ორცულს და არც ბავშვს, არც ერთი ჯოჯო არ მიეკარება, ამას თავისი ღვთიური დაცვა აქვს. ღმერთისგან დაცვა აქვს, ისეთი დაცვა აქვს, ისეთი იმუნსისტემა აქვს, რომ რა ბეცეჟე მიეკარება, ან რა მიეკარება ბავშვს. გაჩერდით რა, გაჩერდით. კიდე მოსახდელი ისენი როა ჩუტყვავილა და გაურბიან ხალხი, ოღონდაც არ მიეკარო. იცი რა ხდებოდა ადრე? გერმანიაში დღესაც არის ეს. როდესაც ბავშვს ჩუტყვავილა უჩდება, ჩუტყვავილის ფართის აწყობენ, წვეულებას აწყობენ, რომ ხალხი მოვიდეს, რაც შეიძლება მეტი და წაიღონ ეს ბატონები, იმიტომ რომ ბატონები არის მოსახდელი, რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო ადვილად გადაიტანს ბავშვს, იტანს და ესენი ელოდებიან, რაც უფრო დაბერდებიან, ბავშვებს აცილებენ ბეცეჟე კი არა და ჩუტყვავილას. ჩუტყვავილაზე ადრე ხდებოდა ესე. ბავშვს რო ქონდა, უნდა მისულიყო იქ ადამიანი ესტუმრებოდა, რომ წაეღო ეს, რაც უფრო ადვილად მოიხდიდა პატარა ბავშვი, უფრო ადვილად მოიხდიდა. პატარა ბავშვებიანები მიდიან აქ და ბატონებს ულოცავენ, იმიტომ რომ იმათმა წამოიღონ და ადვილად მოიხადონ. ეს მოსახდელია, ამას ვერ გაექცევი. და რაც უფრო გვიან დაგემართება, მით უფრო პრობლემებს შეგიქმნის. თუ ორსულ ქალზეც დაემართება, ხო, ორსულობაში, შეიძლება ბავშვიც მოკლას და თვითონ ქალზეც პრობლემები დაუტოვოს, ჩუტყვავილამ. თუ კიდე კაცს დაემართება, შეიძლება უშვილობა გამოიწვიოს. ამიტომ ბავშვის ასაკში, ხო, როცა გაიგებ თუ სადმე ვინმეს ჩუტყვავილა, უნდა მიხვიდე და ესტუმრო ბავშვით. მაგრამ რა, დაგვიმახინჯეს ცნობიერება მთლიანად და აბსოლუტურად გადაგვიმახინჯეს ყველაფერი რა. მაგრამ არაუშავს ღმერთი ძლიერია, ღმერთის ხმას და ღმერთის სიტყვას ვერავინ ვერ მოერევა. ამიტომ გეტყვით. ჩემი შვილები ორივე აუცრელი, ორივეს დაემართა ჩუტყვავილა, მშვენივრად გადაიტანა. მშვენივრად, მადლობა უფალს. ჩუტყვავილა არის ნერვული სისტემის ბატონი. ნერვულ სისტემას არ ტყავს პირდაპირ. ეს მოსახდელია, ამიტომ ნერვულ სისტემას ცდიან და შენ ნერვულ სისტემას ბავშვობაში, რა თქმა უნდა, ნერვულ სისტემა უფრო დაწყნარებული გაქვს, ვიდრე დიდ ასაკში, ხო? ნერვული სისტემის გამოცდა როცა ეწყობა სამყაროდან, შენ ყველაზე პატარა ბავშვი ვინც ყავს, ის თუ ნერვული სისტემი დარღვეული აქვს მას, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო უარესდება ეს საკითხი. ამიტომ ბეცეჟეს ვერ აცდები. ამიტომ ჯობია ბავშვი პატარა ასაკიდანვე ჩუტყვავილას თუ გაიგებ ვინმეს აქვს მიხვიდე და იმას აქნა რა წამოიღო ეს ჩუტყვავილა, იმიტომ რომ ბავშვი ერევა ამას ხალხო. და დიდი ვეღარ ერევა მერე, ვეღარ გამოცდას ვერ აბარებს. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ სისხლის გაწმენდაზე რა, აი ხო წამოვიდა ქოლესტერინი ჩემს სისხლში. ანუ ძალიან დიდი რაოდენობით ერთ პატარა
ჩხვრილეტად სისხლში, ანუ წვეთ სისხლში იყო დიდი რაოდენობით ქოლესტერინი. ესე იგი ახლა რას ნიშნავს? თან როგორ გამოიყურება ეს ქოლესტერინი? დაგანახებთ მე რომ მივალ ჰემოსკანირებაზე რა. ურჩხულებს გვანან ეს აი ნახავთ, ესენი არიან დინოზავრები სისხლში. იცი რა მხელები არიან? არ ვიცი ახლა სისხლის სურათზე რო უყურებ, ხო? იქ ყველაფერი ჩანს, იქ პატარა უჯრედების აყვარლები რო არიან მრგვალი, დადიან თავისთვის, იქ სხვადასხვა რაღაცა თავისი თვისებები აქვს. ყველაფერი ჩანს სისხლზე რა და ეკრანზე და რა არის იცით? ეს დიდი დინოზავრების ქოლესტერინები. ანუ ქოლესტერინი ძალიან ცუდი არ არის. ქოლესტერინს აქვს ეს ფუნქცია, ნახე სისხლში. ქოლესტერინი, როდესაც სადღაც რაღაცა პრობლემა ჩდება, ხო? თუნდაც სახსრებში. მიდის და იქ ვაზელინივით გადაეკრება. ხო, გადაეკრება რა, ზედ რომ ეს პრობლემა დაფაროს და ეფერება იმ ადგილს რა. სისხლძარღვებში თუ ქოლესტერინი სისხლძარღვებს კურნავს, იქ თავისთავადაც კიდევაც იმაშვება, ასქელებს იმ ადგილს რა. იმიტომ რომ ამ დაფარვის შედეგად ეს რჩება და მერე ზედ კიდე გადაეფარება და ქოლესტერინი პრინციპში არ არის ცუდი ტიპი რა, კარგი ტიპია ქოლესტერინი, მაგრამ მისი ფუნქცია არის რა, რომ შეარემონტოს ის ადგილი, გადალესოს ის ადგილი, სადაც პრობლემაა. მაგრამ მან არ იცის, რომ ამდენი გადალესვით შეიძლება სისხლძარღვი დაწვრილდეს და სისხლი ვეღარ გავიდეს და აქ უკვე სხვა პრობლემები იწყება და მისი ფუნქცია და მისი აზროვნება ის არ არის, რომ ეხლა მე ძალიან ბევრი ადგილი არ დავიკავო აქ, რომ სისხლი ვეღარ გაივლის. იმან არ იცის ეგ. ეგ იცის სისხლმა, რომ ქოლესტერინი აქ თუ ბევრია, ეს უნდა მოშორდეს ახლა. და ალაგება ვეღარ ხდება ამ ქოლესტერინის, როდესაც სისხლს სხვა რაღაცა სამუშაო აქვს, ხო? აი მაგალითად, სამუშაოები არის ქრონიკული ანთება, როდესაც ადამიანები კბილებს იკეთებენ რა. თუ ადამიანებს, აი ნახე, ყველაზე დიდი დანაშაული კბილის ექიმებისა რა არის რა? ცოცხალ კბილებს რო უკლავენ ადამიანებს იმისათვის, რომ პროტეზი ჩაუსვან რა. ეგ არის დიდი დანაშაული და გეტყვით რატომ? როდესაც კბილი არის ცოცხალი, ის არის შენი სხეულის ნაწილი. როდესაც კბილის ფესი უკვდება, ის არის შენი სხეულისთვის უკვე ანტისხეული. და ამ კბილისთვის, ანუ მკვდარი კბილები, ვისაც აქვს შიგნით, ხო, ჩარჩენილი, იმაზე პროტეზს გვასვავენ. ვისაც მკვდარი კბილები აქვს ჩარჩენილი, ის მკვდარი კბილი უკვე ანტისხეულია სხეულისთვის რა. და ამიტომ სისხლი სულ იმ ადგილზე მუშაობს, რომ აი აქ გამოათავისუფლოს ეს ანტისხეული და რას მოერევა სისხლი ამხელა კბილს, ხო? და წარმოიდგინეთ, იმუნ სისტემა 24 საათი ჩართული აი პირის ღრუში რა. თუ ვინმეს მკვდარი კბილები აქვს პირში. 24 საათი რო ჩართულია, აქ რო არის გადატანილი აი ამ კბილებზე, ხო? წარმოიდგინეთ, ახლა სხვა საქმეები ვეღარ გვარდება ორგანიზმში. და იქ იბუდებს სხვადასხვა დაავადებები, რა თქმა უნდა, მე ბოლოს ჩიხს არ ტყავს და ჩიყვის რო არ ტყავს, თავისთავად სიგნალია, რომ უშველეს სხეულს, რაღაცა უნდა უშველო. ჩიყვის ფორმა არის პეპელა. ანუ ესე იგი პირდაპირ გეუბნება, რომ შენი სასიცოცხლო რესურსები უკვე დაქვეითებულია. ეხლა ნახეთ, როდესაც კბილებს, ან პირველ რიგში, რასაც ურჩევენ ხოლმე, ანუ ნამდვილი ექიმები რა, მოდი ესე ვთქვათ, ნამდვილი ექიმები, ჭეშმარიტი ექიმები ადამიანებს, როდესაც სიმსივნოვანი უჯრედები უჩნდებათ ორგანიზმში. იცი რას ურჩევენ? ურჩევენ იმას, რომ მოიშორონ ყველანაირი ანტისხეული, ანუ და მკვდარი კბილი სხეულიდან. ნახეთ, იმპლანტები როცა არის, ამას ანტისხეულად არ აღიქვავს ორგანიზმი. იმპლანტი არის იმპლანტი, მაგრამ მკვდარი არის, ანუ მკვდარი სხეული, ანუ მკვდარი კბილი სხეულში არის მკვდარი არსება და მას ებრძვის მთლიანად აი ეს იმუნ სისტემა, მაგრამ მეტალს არ ებრძვის, იმიტომ რომ იცის, რომ მეტალია და всё რა, ის ანტისხეული არ არის.
ანუ საშიში ანტისხეულებიც არსებობს, საშიში მეტალებიც არსებობს, ამიტომ ყველაზე საუკეთესო თუ კი იმპლანტს ისვავს, საუკეთესო რომელ ორგანიზმისთვის მისაღებია ის უნდა აიღოს და არა ის რომელსაც არ იღებს ორგანიზმი. თუ ორგანიზმი იმ მეტალს არ იღებს, ესე იგი იმასაც ებრძვის სულ და ჩართულია იმუნ სისტემა 24 საათი. გესმის, როცა უნდა ისვენებდეს დღეში რამდენიმე ხანი, როცა გძინავს ისვენებს იმუნ სისტემა და ძილის დროს, როცა კბილები გაქვს მკვდარი სხეულები არ ისვენებს, ის უმუშაობს სულ. ხო და აქედან გამომდინარე, როდესაც ურჩევენ ხოლმე აი სიმსივნეს, ვინც სიმსივნეს ებრძვის, ხო? დამარცხებას ცდილობს, ურჩევენ რომ პირველ რიგში ამოიღონეს ანტისხეულები ორგანიზმიდან და შემდეგ გადადიან სხვა პროცესებზე. შემდეგ გადადიან სისხლის გაჯანსაღებაზე, აწვდიან იმ ნივთიერებებს, მაგალითად არის ესე იგი ყველა წიწოვანი, არა, წიმწარასაც აქვს, მაგალითად მალინა, მაყვალი, მარწყვი, პომიდორი, აი ეს 4 რაღაცა, ეს და კიდევ არის რაღაცეები, რომლებიც ხო, კიდევ არის blueberries ქართულად რა ქვია? გამახსენდება. ხო, ნუ კენკროვანები რა, კენკროვანი არის, ხო, კენკროვანი ყველა ნაყოფი ებრძვის სისხლს აძლიერებს. ხო? და როდესაც შენ სისხლს აძლიერებ, უკვე მოვყევი ახლა სისხლზე ამდენი რაღაცა, სისხლი უკვე თავის ფუნქციაში ძლიერდება, ის 100,000 მეომარი რაც არის მთელ ორგანიზმში დაიარება და ასუფთავებს, ამიტომ როდესაც სისხლის გათეთრება აქვს ადამიანს, ესე იგი სისხლი ვერ ასწრებს გამომუშავებას, გესმის? შენ ორგანიზმში იმდენ დაზიანებულია უკვე უჯრედები და რაღაცა ფუნქცია, რომ სისხლი ვეღარ ასწრებს გამომუშავებას. ის უფრო ჯობნის, დაზიანებული უჯრედი უფრო ჯობნის, ვიდრე ცოცხალი უჯრედი და ამიტომ დარღვეულია ყველანაირად დარღვეულია. ამიტომ ყველანაირად ჩვენ უნდა პირველ რიგში რასაც უნდა ვიცნობდეთ არის ჩვენი სისხლი რა. ჩვენ სისხლს თუ პატივს ვცემთ, იმიტომ იყო რომ არ შეიძლებოდა ქართული სისხლის სხვაში შერევა, იმიტომ რომ ისინი დაზიანებულები იყვნენ და ქართული სუფთა იყო. მაგრამ ახლა დღეს ყველა დაზიანებულია პრინციპში. ხო და როდესაც შენ ერევი უკვე შენ სისხლში სხვა სისხლი ერევა, შენი სისხლი რა თქმა უნდა 1000-ჯერ უფრო მეტი სამუშაო აქვს შენ სისხლს, ვიდრე მანამდე ქონდა. ამიტომ არ შეიძლებოდა იყო იქ ისენი არ შეიძლებოდა 7 თაობამდე ერთმანეთზე დაქორწინება ინცესტს იწვევდა, ეს ინცესტი რა არის, ხო? ნახეთ რამდენი დავატყობ იყავთ თურქებს. იმიტომ რომ ისინი არ აქცევენ ამას ყურადღებას. სისხლის ფუნქციას არ აქცევენ ყურადღებას. შენ თუ შენ სისხლზე დაქორწინდები, შენი სისხლი არ არის გადარჩენის იმაში რითმში. შენი სისხლი უკვე პირიქით უკუ რეაქციას იწვევს მასში და ერთი და იგი, ანუ აქ უნდა იყოს გაწონასწორებული სისხლის ყურადღების მიქცევა. სისხლს თუ არ მიაქცია ყურადღება, წარმოიდგინე რომ შენ ხარ იგივე რაც შენი სისხლი არა. შენი სისხლი თუ სუსტია, შენ სუსტი ხარ. რა ხდება? ამიტომ სისხლი ხალხო, სისხლი არის მნიშვნელოვანი დნმ-ი, დონი ნარიმანის, აი ეს არის რა, დნმ, დონ ნარმან. ხო და როდესაც გასუფთავებული ხარ და ნარიმანის დონეზე ხარ ასული, ხო? აი მაშინ ქრისტეს მეომარი კი და რჩეული ხარ, ქრისტეს რჩეული ხარ. პირდაპირ 40 დღე შიმშილი გარტყავს რატო იცით? როგორც გითხარით, ორგანიზმი აბსოლუტურად დაბინძურებულია გარე სამყაროდან შემოსული ჯოჯოებით, ხო? შხამებით. ეხლა რა ხდება? პირველ დღეს სისხლი აანალიზებს ჯერ აზზე მოდის, რომ შემიძლია რაღაცები იქ ჩემთვის რაღაცები გავაკეთო, ხო? ჩემი დაკაფსულებული ჯოჯოები გამოვდევნო სრულიად. ეხლა მიდის დაკაფსულებული ჯოჯოები არის მარილები, ცხიმები, ისენი ქოლესტერინები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, თუნდაც გადაგვარებული უჯრედები, სიმსივნური უჯრედები არის. ესენი ყველაფერი არის.
და აი ამათ გამოწვენდას იწყებს. სადაც პრობლემაა, ყველაზე დიდი პრობლემა იმას ეტაკება ხოლმე რა. პირდაპირ იმას ეტაკება, იქ იწყებს გამოსუფთავებას. ეხლა ნახეთ, როდესაც გამოსუფთავება ხდება, სად მიდის ეს გამოსუფთავება? გადაისროლება ნაწლავში, ხო? და ნაწლავიდან რაღაცნაირად ხო უნდა გამოვიდეს, იქ კიდე სულ სხვა სამყაროა. ეხლა ნახეთ, ნაწლავში გადაისვლის სისხლი, ყველაფერს რაც ბინძურია. ეხლა ნაწლავში თუ დარჩა ეს და არ გამოვიდა გარეთ, ნახეთ რა ხდება, უარესი პროცესი ხდება. სისხლი, რაღაცა სისხლის ნაწილები არის, ანუ სისხლის რაღაცა ჯგუფი არის, რომელიც ნაწლავებს ათავისუფლებს ახლა. ნაწლავიდან თუ მივა იქ სისხლი და ნახავს რომ ნაწლავში არ გამოთავისუფლდა ის ჯოჯო, რაც ჩვენ გადავისრულებთ ნაწლავში, ხო? ეხლა რა გავაკეთოთ და იღებს სისხლი ისევ აქედან, აი ამ ნაწლავიდან იმ ჯოჯოს და მიაქვს უკვე სად? ტვინის უკანა ნაწილში, აი აქ აგროვებს. აი აქ თუ დაგიგროვდა შენ ის სიბინძურე, რაც სისხლმა გადაისროლა ნაწლავში და ნაწლავიდან არ გავიდა, წარმოიდგინე რომ შენ უკვე ხდები ძალიან აგრესიული ადამიანი. აი შენ ხდები, აი აქ გაკ, აქედან უკვე აღარ გამოთავისუფლდება რა. აქედან არც ერთი სისხლი აღარ ათავისუფლებს ამ ჯოჯოს. ამიტომ ხდის რას? სასტიკ დაუნდობელ ადამიანს, რომელიც პირდაპირ თავში აქვს მოგროვილი ეს ურჩხული რა, რაც სისხლიდან გამოიდევნა, თავში გროვდება. ამიტომ აუცილებელია მეგობრებო, როდესაც თქვენ შიმშილს იწყებთ, კუჭის მიმოქცევა გქონდეთ წყობში. რატომ? იმიტომ რომ აი ეს არ მოხდეს, რაც გითხარით რა. როდესაც ზოგი ამას აკეთებს გარეჩარევით, მაგალითად იმით რა, ოყნით. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ოყნას კიდე კარგია ოყნა, მაგრამ ოყნას გააჩნია ესეთი თვისება, რომ შენ თუ ოყნას აკეთებ, ხშირად ორგანიზმს აძლევ იმ მესიჯს, რომ თვითონ აღარ იმუშაოს. და ამიტომ სულ ოყნაზე ხდები დამოკიდებული, გესმის? არ შეიძლება ოყნა, ამიტომ ადამიანებმა უნდა მოაწესრიგონ თავისი კუჭ-ნაწლავის მდგომარეობა. შენ თუ პირველ დღეს იშიფშილე, ხო? და მეორე დღეს კუჭის მოქმედება არ გქონდა, აუცილებლად შარია იქ რაღაც. იმიტომ რომ გამოდევნო ის ჯოჯოები, რაც აი თქვენ ნახავთ, როდესაც შიმშილს დაიწყებთ, მიუხედავად ისა, რომ არ გიჭამიათ, ხო? თქვენი კუჭში გასვლა, თუ თქვენ დაკვირვებული ხართ ესეთ საკითხებს, ხო? შარდის და განავლის სუნზე დაკვირვებული ხართ, იგრძნობთ, რომ იქ არის რაღაც წამლის სუნი. რა არის ეს წამალი? არც წამალი მიგიღიათ და არც გიჭამიათ, ხო? მაგრამ წამლის სუნი აქვს თქვენს განავალს. მოდი პირდაპირ ესე ვილაპარაკოთ რა. ფეკალიას. რატომ? იმიტომ რომ იქ მოხდა გაწმენდა. და იქ ყველა ის საშიში რაც წამლიდან მიგვიღია, ხო, ის რაღაცა ნივთიერება გამოიდევნა. კარგია, სუპერ. თუ თქვენს განავალს ქონდა წამლის სუნი, ესე იგი თქვენ განწმენდის პროცესში ხართ. თუ თქვენს შარტს ქონდა უცნაური სუნი, ესე იგი გამოიდევნება სხვა ნივთიერებები, რომლებიც აქამდე სისხლს არ გამოუდევნია. გესმით? ანუ ნახე რა მაგარია რა, როდესაც იცნობ შენ აი ამ ყველაფერს რა, როგორ მაგრად შეგიძლია უშიშრად იმოქმედო რა. და შენ თუ არ იცნობ ამ ყველაფერს, ეხლა მე რაც აგიხწერე შენ და აგიხსენი, ხო? შენ სუშიში გაქვს, ის არ მოხდეს, ის არ მოხდეს. ის არ მოხდეს, არ არსებობს. შენ ზუსტად იცი რა ხდება ორგანიზმში ამ დროს. ვერავინ ვეღარ შეგაშინებს, ვერც ექიმი, ვერც ჯოჯო. იმიტომ რომ შენ იცი რა ხდება ამ დროს შენს ორგანიზმში. იცნობ, ფუნქციებს. ბავშვებს იმას კი არ უნდა ასწავლიდნენ სკოლაში რაღაცა დებილობებს მოკლედ რა. არამედ უნდა ასწავლიდნენ ჯანსაღი ორგანიზმი რა არის და როგორ უნდა უხსნიდნენ. სექსუალურ განათლებას რო აძლევენ, ეს განათლება უნდა მისცენ. გესმით? ეს სექსუალური განათლების გარეშე ადამიანი თვითონ მიხვდება მაინც ბევრ ამას, მაგრამ ამ განათლებას უნდა აძლევდნენ ამას. ჯანსაღი ორგანიზმი როგორია
იმის განათლებას უნდა აძლევდნენ. სკოლები ამისთვის უნდა იყოს და არა იმისთვის, რომ ვისწავლოთ ეხლა ისინი, რა ქვია, რაღაცეები რა, რაც არ გვაინტერესებს. ხო და ასე რომ მეგობრებო, ჩემი აზრით, ჩვენ თუ ჩვენ სისხლს გავწმენთ და გავხდებით თავის უფალი, ანუ თავის უფლებას მოვიპოვებთ. ხო? ღვთიურ თავისუფლებას, იცოდეთ, რომ ძალიან მაგრები ვიქნებით რა და ნებისმიერი ადამიანი ახლა ვინც იტყვის, რომ მე ჩემი შიმშილით ვერაფერს არ ვომობ, აი გარეთ რო დგანან იქ რუსთაველზე, ხო? მაგათ ომს 100 თავის ჯობია ეს ომი, რასაც მე ვაკეთებ ახლა რა. განა მაგარი ვარ მაგათზე, მაგრამ ვურჩევ მე მათ, რომ დაიწყონ თავისი თავის გაწმენდით შიმშილით. ქრისტეს სახელით შიმშილით რა. ქრისტე კი არ დაგვიწვან იქ კუბოზე და რომ და სიმბოლურად დააწერეთ. ქრისტეში გააცოცხლონ თვითონ ქრისტე თავის თავში. არა მეგობრებო, დაწვა არა, გააცოცხლონ თავის თავში. ცეცხლი გადმოვა მათში. აბა მეგობრებო, ახლა თქვენ რაღაცებს წავიკითხავ. ნინო მეკითხება კბილების ხელახლა ამოსვლაზე რას იტყვით თამარ? ხო, მედი ამბობს არის კარგი და ცუდი ქოლესტერინი. ხო, ნინო. არ მცივარ, რა შემაცივებს ისეთ ენერგიაზე ვარ, ცეცხლი ვარ. ხო, ეხლა ცეცხლი კი არ ვარ, ცეცხლია გადმოსული ჩემში. ხო, დედიკო, არ მცივარ. ხო და ეხლა ნახე, კბილების ხელახლა ამოსვლაზე რას ვიტყვი და არის მუშაობს ამაზე ერთი კეთილი ექიმების ჯგუფი, რომლებიც კბილების ხელახლა ამოსვლაზე, როგორც აი ბავშვს ამოსდის, იცვლის და ამოსდის, იმაზე მუშაობენ და არის გამართლებულია ეს პროცესი, ისა ცხოველებზე უკვე გამართლდა და ეხლა ადამიანებზე როდის დაიწყონ და აკვირდებიან რას, იცით, რომ ხომ არ გამოიწვევს აი ეს პროცესი შემდეგ რაღაცა სიმსივნურ განვითარებებს ორგანიზმში. ხო? აი ამას აკვირდებიან, როგორც შემამდე მოვიდა ეს ხმა. თუ აკვირდებიან ამას, ხო? კარგია და თუ იმიტომ არ გამოაქვთ ეს აღმოჩენა ხალხში და არ იყენებენ, იმიტომ რომ ფული გამოიმუშაონ იქ და ბოროტმა ექიმებმა ამ პლომბებით, ისა ჟენებით და იმეებით, იმპლანტებით. მაშინ ძალიან ცუდები არიან. მე ვიმედოვნებ. ეხლა გეტყვით რა, არსებობდა ესეთი რუსი მეცნიერი, ესოთერიკოს მეცნიერი, რომელმაც შეძლო სიხშირების ნიადაგზე კბილის ახლიდან ამოყვანა, მაგრამ ის მოკლეს. აუ, სახელიც უმავიწყდება რა. რუსული გვარი აქვს. ებზე მთავრდება, ებზე. გამახსენდება. ხო და მოკლეს, რატომ მოკლეს? მე გეტყვით რატომ მოკლეს. ეხლა გეტყვით, ძალიან დიდი მაფიაა მანდ. როდესაც გამოვიდა ეს ამალგამა ბჟენები. ამალგამის ბჟენი არის ძალიან მყარი და გამძლე რა, მოკლედ ყველანაირ ანტივირუს, ანტისხეულს იშორებს. ანუ აღარ ჭიანდება ის კბილი, რომელშიც ჩაგისვეს ამალგამა. და ამიტომ ერთი პერიოდი ამალგამა ძალიან გავრცელებული იყო. ამალგამა არის, ესე იგი, ანუ მოვერცხლისფრო ნივთიერება, რომელსაც სვავენ კბილში ბჟენის მაგივრად. ზოგს ოქროს უსვავენ, ოქროც ეგრეა. ოქროც ოქროს თუ ჩაგისვავენ, იმ კბილს აღარაფერი არ ემოქმედება. მაგრამ ამალგამას აქვს ესეთი ანუ ცუდი თვისება, რაზეც მე ექიმებმა ერთმანეთში დიდი ბრძოლა გამართეს და საბოლოოდ ვერ გაიმარჯვეს კეთილმა ექიმებმა ამის დამყარებაში. რა ახლა, როდესაც ამალგამა გიზის კბილებში და მე მქონდა ეგ ამალგამა ბავშვობაში ჩამისვეს 9 წლის ასაკში, წარმოიდგინე, ისე არაჰიგიენურები ვართ ქართველები, რომ ბავშვებს კბილებს არ უხეხავთ და 9 წლის ასაკში უკვე კბილები გქონდა გაფუჭებული რა, სადაც ამალგამის ჩასმა მომიწია გერმანიაში, ჩამისვეს გერმანიაში.
ამ ამალგამამ შემინარჩუნა ეს კბილები, მაგრამ მთლიანად ორგანიზმი გამინადგურა რა და რატო გეტყვით? როდესაც ამალგამა გიზის პირში და შენ ჭამ საჭმელს, ცივია ეს საჭმელი თუ ცხელი, ორივეზე გამოიყოფა ისეთი ნივთიერება, რაც მთლიანად ორგანიზმს გიშხამავს რა. ცივ და ცხელზე გამოიყოფა ნივთიერება, როგორც კი ამ ამალგამაში შედის კონტაქტში რა. და ეს ამალგამა მთლიანად სისხლს გიშხამავს. მაგრამ რა მოხდა ახლა ნახეთ, როდესაც მე ეს ჩიყვის უკვე ჩიყვზე დამარტყა ამ მთლიანად ამ ამალგამების ჩასმამ ურჩხულები რო ჩამისვეს პირში. ჩიყვზე დავიწყე მე აი ღმერთმა გამომიჩინა რა ეს გზა, თორე ახლა რატო ამომიგდებდა მაგ ინფორმაციას? ამომიგდო ეს ინფორმაცია ამალგამებზე და ჩიყვზე რა და ესე სათაური იყო ეგეთი და მეთქი დამაინტერესა რა საინტერესოა. ვნახე, წავიკითხე და იმდენი ინფორმაცია არსებობს ამის შესახებ, რომ ამალგამა არის ყველაზე დიდი მტერი ორგანიზმისთვის, ეს იწვევს ჩიყვსაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მეთქი ეს ამას ექიმები რატო არა ექიმები? ვის რაში აინტერესებს შენი ექიმები? მე ისიც გავიგე რატომ და ამ ამალგამის დიდი პროპაგანდა რო წავიდა, რომ აი დიდ ფულს გამოიმუშავებდნენ ამით, ექიმები, რომლებიც ამის აწინააღმდეგო საუბრობდნენ, ეს ორგანიზმს აზიანებს და ასე შემდეგ, ყველა ის ექიმი დაბლოკეს და მოკლეს. ამერიკის გაერთიანებულმა ექიმებმა. იმიტომ რომ ამ ექიმებმა დაამტკიცეს თავისი თეორია, რომ ეს ამალგამა არის საშიში ორგანიზმისთვის. ხო და იმათმა ვინც შეიკრიბნენ და ვინც ამეთი ფულს გამოიმუშავებდა, თქვენ ესოთ გედას გიტირებთ თქვენ. ყველა მოკლეს, ყველა ის ექიმი მოკლეს, ვინც დაამტკიცა, რომ ამალგამა იყო ცუდი. ეხლა ნახეთ, ამალგამა დღეს გერმანიაში აღარ ჩაისმევა და ვისაც ამალგამა, ყველა იღებს ამალგამას და ამას თავისი პროცესები აქვს, როგორ უნდა ამ პროცესის დროს გამოდის დიდი სიხშირით ბურღვის დროს გამოდის დიდი სიხშირით მომწავლელი ნივთიერებები, ამიტომ ექიმები აი ეს შემოდიან კასკით მთლიანად და ფანჯარა ღია უნდა იყოს და ესე უნდა აკეთებდნენ და მე რო ამალგამები ამოვიღე საქართველოში მაშინ ჩვეულებრივ ოთახში ვიჯექით და მოკლედ ერთი სიტყვით რა ყველაფერი უნდა იცოდეს ამ ადამიანმა რა და ღმერთმა იცის დღეს კიდე რა ბჟენები შემოდის საქართველოში